Zdarova animешნიკებო. თქვენთან ვარ მე, ჯეო animешნიკი, ესე იგი anime რაინდი, anime ჯარისკაცი და თქვენი ვაიფუების მცველი. და მე როგორც anime community-ის წევრის ვარ სულ სიმართლის მხარეს, ალიანსის მხარეს და რა თქმა უნდა anime წიანების მხარესა. და სწორედ ამიტომ მე ვამარცხებ და დავამარცხებ animes მტრებს. Я их уничтожаю. Я открываю правду и показываю, кто они есть. და ალბათ გაინტერესებთ თუ ეს სამი თვე სად ვიყავი და გეტყვით რომ მე მაქვს საპატიო მიზეზი, რადგან მე ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვიდექი. დღეს მე ისევ გავიმგზავრები სიმართლის საძიებლად და ამჯერად კი მე ვილაპარაკებ ანიმეზე, რომელიც თავიდანვე იყო იდუმალებით და სიბნელით მოცული. მის გარშემო ტრიალებს ბევრი მითები და ფორმულა დღესაც კი არ ვიცით. ხო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ჩვენ დღეს ჯოჯოზე. როგორც დეტექტივმა მე უნდა გაგიყოთ ინფორმაციის ნაწილი. ისი ახლა იდეალური დროა ამ ვიდეოსთვის, რადგან 2020 წელი არის ჯოჯოს წელი. დღეს ჩვენ გავიგებთ თუ რა არის ეს ჯიჟა და რა უნდა მას ჩვენგან. ფარდას ავხვდი მის საიდუმლოს და სამყარო გაიგებს სიმართლეს. იმას, რასაც ისინი მალავდნენ მთელი 75 წლის განმავლობაში. ხო, ოღონდ შენ ჯერ დადელა იგი, თორე ისინი აუცილებლად შეესწებიან ჩემს სოკვლას ამ ვიდეოს გამო, რადგან მათ გეგმებს ბოლო მოიღო. და რახან მე აქ სიცოცხლეს ვისკავ, შენი ლაიკი მე გადამარჩენს. კარგი, ნექსილს წავიდეს. ეს მითი ძალიან აბსურდული და გიჟურია. იგი ასე ჟღერს. ჯოჯო შენ გაგაძლიერებს უყურე ჯოჯოს ყოველდღე და შენ დაიკუნთები და შეიძლება სტენდის კი გააღვიძო შენში. Что за бред? ეს რა თქმა უნდა როფლია, მაგრამ არიან ხალხი, რომლებსაც ეს სერიოზულად შეერათ და პროპაგანდას უწევენ ნებისმიერ კომფორტულ მომენტში. თქვენ ეს რაღაცას ხომ არ გახსენებთ? ხო, ხომ ჩვეულებრივი რელიგიური სექტაა, რომელიც ცდილობს რომ ტვინი გამოგირეს ხომ და დაგაჯერონ ის, რაც მათ სჭირდებათ. ხო, ასეა, როგორც ეს უაზროდ არ უნდა ჟღერდეს. არიან ხალხი, ვისაც სჯერათ ამის. აილო, ეს ხომ ფეიკია, ერთადერთი ხერხი რომ გაძლიერად დემონსტრირებული იქნა anime One Punch Man-ში. რომ დავამტკიცოთ ტვინზე ზემოქმედება, ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი ტრაპებზე. ექსპერიმენტის პროცესში დამტკიცდა, რომ ჯოჯოს ყურება აგიპნოზებს, იწვევს ჰალუცინაციებს და რის შედეგადაც რაღაც ამოუცნობი ძალა იწყებს თქვენს კონტროლს. მაგალითად მე გამიჩნდა დიდი სურვილი, რომ ეგვიპტეში გავემგზავრო. ვიცი, ამის დაჩერება ძნელია, მაგრამ ახლა მე პატარა ექსპერიმენტს ჩავატარებ და დავამტკიცებ, რომ ჯოჯოს მართლაც შეუძლია თქვენი ტვინის კონტროლი. გთხოვთ, გაუშვით ფირი. სადამე! შენ ხომ დაიწყე ჩემთან ერთად სიმღერა? მაშინ მე შენთვის ძალიან ცუდი ამბები მაქვს. შენ ჯოჯოს ვირუსით ხარ დაავადებული და იგი როგორც მინიმუმ მეორე სტადიაზეა. დამტკიცებულია, მაგრამ შენი დასვენება ჯერ კიდევ შესაძლებელია. მანამდე სანამ სარკე შენი თავის მაგარად ვიღაცა გამონკულზლი არ მოგეჩვენება და სანამ შენ იარეს თქმას არ დაიწყებ, შენი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. Мы вас вылечим. ბოლო მითი არის აშკარა ბოდვა და ამიტომ ის მხოლოდ გავრცელებულია ეგრეთ წოდებული ჯოჯო ფაკებზე, რომლებიც უკვე ვირუსის ქვეშ ვიმყოფებიან და შეუძლიათ დაიჯერონ ნებისმიერი სისულელე. ფორმულირდება იგი ესე: ყველაზე ერთგული ჯოჯოს კულტის მიმდევრები, რომლებიც ყოველდღიურად როგორც მინიმუმ 3 საათი ჯოჯოს უყურებენ, მიიღებენ ფონდისგან ჯოჯოიანს ყოველთვიურ ფულად ანაზღაურებას. Что это такое? Совсем с ума сошли, что ли? ყველა მითის რომ ეს არის ფეიკი, რომელიც შეიქმნა ვირუსის გადადების მიზნით, მაგრამ ეს ვის არგებს? რა საიდუმლო ორგანიზაციაა ამით დაკავებული და რა მიზნით? ისევ ალამასონური საქმეებია? რომ ამ კითხვას გავცეთ პასუხი, მოდით 75 წლით უკან გადავინაცვლოთ 1945 წლის სექტემბერს. იაპონიამ მეორე მსოფლიო ომი წააგო და ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს. და შედეგები ძალიან კარგი არ იყო. ომში წაგება, ლიკვიდაცია და არმიის ჩამოშლა, ოკუპაცია და რაღაც ტერიტორიების დაკარგვა, ქარხნების დაკეტვა, ეკონომიკის კრახი. მაგრამ ამის მიუხედავად იმპერატორმა ხირონხიტომ საჯაროდ ძალიან უცნაური რაღაცა თქვა. იაპონიის დამარცხება ეს იაპონიის დასასრული არ არის. მომავალში ჩვენ უძლიერესი ნაცია გავხდებით. 20-20. რა?
მაშინ ვერავინ ვერ მიხვდა ის რას გულისხმობდა ამით და როგორ აპირებდა იაპონიას სამყაროს დაპყრობას, მაგრამ ახლა ყველაფერს ნათელი მოეფინა. იაპონიამ მთელ სამყაროს დაუმიზნა, პრინციპში ლოგიკურია, იდეალური ანიმე, უდიდესი სარეკლამო კომპანია მიმების სახით და ეს ჯოჯოს რეფერენსები ყოველი ფეხის ნაბიჯზე და უდიდესი მილიონიანი ზომბების ჯარი მთელ მსოფლიოში, რომელიც ყოველდღიურად ივსება და ბრძანებას ელოდება. დიდი ალბათობით ისინი წელს დაგვარტყამენ, რადგან გახსოვთ კოდი 2020 როგორი შიფრება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. Времени на раскачку у нас нет, надо действовать. თქვენ თუ ყურადღებით დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ეს უკვე დაიწყო. ჯოჯო თავისი ადეპტებით უკვე ნელ-ნელა იპყრობს მსოფლიოს და იპარება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში. არა, სერიოზულად, ჯოჯო რეფერენსები ისინი ყველგანაა და ექსპანსია უფრო და უფრო იზრდება. А тут уже ревет музыка из фильма «Странное приключение Йо-Йо». И... Сегодня я хочу тебе показать невероятные приключения Джорджа. ხო, როცა უკვე გავიგეთ სრული სიმართლე ჯოჯოს შესახებ, ახლა ჯოჯოს მაგია თქვენზე ვეღარ იმუშავებს. ამიტომ მისი ყურება გააგრძელეთ, რადგან ანიმე მართლა მაგარია. და რაიც იქნებ ვიპოვოთ ხერხი, რომ მათივე იარაღი, მათივე წინააღმდეგ გამოვიყენოთ. ჩვენ შევძლებთ და ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ მათ. ჩვენი ანიმე არმია ერთადერთი და განუმეორებელი ფარია კაცობრიობისთვის, ხოლო ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს სამყარო. ჩვენ ვერავის ვენდობთ, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა. და თუ შენ დახმარება გინდა, მაშინ შემოვერთი ჩვენს ანიმე არმიას ამ არხის გამოწერით. გაავრცელეთ ეს ვიდეო მატერიალი, რომ მეტი ხალხი შემოგვიერთდეს და მეტმა ხალხმა გაიგოს ჯოჯოს შესახებ სიმართლე. გაუცელეთ თქვენს მეგობრებს, კლასელებს, კლასელების მეგობრებს, მშობლებს და კატას ყოველივე შემთხვევისთვის. ერთად ჩვენ დავიპყრობთ ამ ახალ სამყაროს.